როგორ გითხრათ, პოლიტიკაში ყოფნა გასაგები გახდა, რომ არ არის უსაფრთხო. აი მაგალითად, ღარიბაშვილზე უფრო მეტად ვის უნდა ქონოდა პირობითად უსაფრთხოების გარანტია, ცოტა ხნის, ერთი წლის წინ. მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ 5 წელი ჩასვეს ციხეში. იქ ვიღაცა ლილუაშვილი ჩასვეს ციხეში. აი ფაქტობრივად გამოდის, რომ როგორ გითხრა, არ არსებობს რაღაცა პოლიტიკური, რაღაცა ჯგუფი, რაღაცა მიმართულება, სადაც ვიღაცა მაინც ციხეში არ ხვდება. აუ, ქვეყანაში სადაც ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ ცარიელი ფურცელი უჭირავს ხელში. ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ ტროტუარზე დგას. ადამიანებს იჭერენ იმის გამო, რომ ვიღაცას მონა დაუძახა. ანუ გამოხატვის თავისუფლება გარდა სოციალებში არის Facebook-ის კომენტარების გამო აქვს ადამიანებს კაპეზეში ღამეები გატარებული. ანუ გამოხატვის თავისუფლება არის ესეთი შეზღუდული და შენ გაქვს პროფესია არჩეული პოლიტიკოსობა და ლაპარაკობ 24 საათი და არც ერთხელ არავის არათუ არ დაუჭერი ხარ, არც არავინ დაგხვედრია, არც არასდროს დაუჯარიმები ხარ. ეგ ხო ნიშნავს, რომ რაღაცას ისეს ლაპარაკობ, რაც საერთოდ რელევანტური არ არის. მაგრამ მოხერხდა ის, რომ ერთის მხრივ რეჟიმი ხალხს იჭერს, თუ არის მაგალითად რომ ირანში რო იჭერს ეს ცუდად ითვლება, საქართველოში მომენტეს ასე არ ითვლება ცუდად. იმიტომ რომ აი ვიღაცაზე არის გაправება რომ ეს დალიძის ციხეში, ვიღაცაზე არის გაправება რომ ეს დასაჭერი იყო ფიზიკურად და ერთით ნაკლები ვისაც დაიჭერენ არა პატა მანჯგალაძე ახლა ზის თუ არა ციხეში და სკარონირაძეს თუ უკანონოძეს ციხეში არავის არ აინტერესებს. მე შეიძლება თავსაჭერინებდი, მაგრამ შენ დამანახე როგორ ებძვი იმას, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ეგრე არ იზღუდებოდეს. თავი დაანებს სხვა უფლებებს. სიტყვის თავისუფლება ეგრე არ იზღუდებოდეს, მაგას როგორ ებძვი. ანუ თან იმდენად გაბერეს ეს პატიმართა ამბავი და საერთოდ გაბერეს იმ გაგებით, რომ რაცა იქ 100 კაცი, 50 კაცი ერთმა ეს თქვა, მეორემ ის თქვა. რომ საბოლოო ჯამში მართლა ფასი დაკარგა რაღაცის გამო, სიტყვის გამო ციხეში ჯდომამ. მე ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. ეს ერთობაზე ლაპარაკის და რეგისტრების რაღაცების სისულელე გონიათ. იმ გაგებით, რომ კოცებს უყურებენ ისე, რომ კოცებთან თანამშრომლობა დღემდე ჯერ კიდე მოსულა. იმ გაგებით, რომ მათ რიტორიკაშიც კი, როცა კოცებზე და ბიძინაზე ლაპარაკობენ, ბატონ ბიძინათი მოიხსენებენ და პატივით და რიდით და იმითი არიან. ხო და რა, ეხლა მე ხო კეთილი დიქტატორი რაღაცა ფრაზა რომელსაც მოიხსენებენ, ეხლა სასაცილოა ჩემი ასეთი ყველაფერი. აი წარმოიდგინე, რომ ბიძინა ამათი ხო თავის რეალურ ამორჩეველს აშინებს. ანუ ეუბნებათ, რომ აი მე არა, მე კეთილი დიქტატორი არ გინდათ? აგერ ბოროტი დიქტატორების მთელი პლეიადა. თან ისინი რა. ასეთი ამნაირი შემწარი მოხრაკული. როგორც გვარამიამ თქვა ლილიპუტები, რა. აი ლილიპუტი ბოროტი დიქტატორები გვირჩევნია თუ კეთილი დიქტატორი ბატონი ბიძინა. მე კეთილი დიქტატორი ბატონი ბიძინა ბევრად მირჩევნია ლილიპუტ ბოროტ დიქტატორებს.